13 წლის მთავარი სატელევიზიო მოვლენა. შოუ ნამდვილი დიდი ფულის მონაწილეობით დაიწყო. აბა ვის უნდა 100,000 ლარი? ჩვენ. ბავშვი ხელი ჩავომართ და ის თქვენია. პირველი სეზონის პირველი წყვილები. დები, ნინო და თაკო ხაჭვანები. გინახავთ ამდენი ფული ერთად? არა. შეეხეთ. და ცნობილი ტელეწამყვანები. რუსკა მაყაშვილი და ოთარ ტატიშვილი მზად არიან პირველებმა გაბედონ ფულთან თამაში. რატო დამაბრალე ხა ყველაფერი? არა. გინდა და ფულის მო. არა. ძნელია შეიკავო ემოცია, როცა შენს ხელში 100,000 ლარია. მე ნუ მეკითხები. შენც ნუ მეკითხები. გამანებეთ. მარტო რო იყო ასე იქნება. არ ყოფილს. ავიდეთ. მოულოდნელი კითხვები. გადავწე. ცოტა დრო. და ძალიან დიდი ფული. რომ მიდის ნორმალურად. ვიცია. დატოვებს თუ არა გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი 100,000 ლარი სტუდიას. ფულთან თამაში. ინაძე. მაშასე პატრიცემლო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ იმედზე და ეს არის შოუ ფულთან თამაში. გაგეცინებათ და მე დუტას ხიტლაძე გახლავართ ამ თამაშის წამყვანი და რაც თავარია ეს ფული რომელიც ახლა ხელში მიჭირავს 4,000 ლარია, ანუ 1-2,000 ლარიანი. ასეთი სულ 50 ცალი მაქვს. სხვადასხვა ამ თამაშს წარმოგიდგეთ ევროპაბეთი. დიდი მადლობა მას. ეს 100,000 ლარი შეიძლება თქვენი გახდეს. რო იცოდეთ. საკვარისია, უბრალოდ მოხვიდეთ ჩვენთან თამაში, ეს კიდე ამოირბინოთ, ხელი ჩამომართვათ და 100,000 თქვენია. ოღონდ იმისათვის რომ სახში წაიღოთ, 8 შეკითხვას უნდა გაცეთ პასუხი. და ამ 8 შეკითხვისთვის მზად არიან ხალხი. თუმცა ჯერ მათ არ შემოვიყვან, იმიტომ რომ რადგან ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და საქართველოში 100,000 ლარი ჯერ არსად არ გათამაშებულა და მით უმეტეს ქეშად. ჩვენ გვიცავს გაძლიერებული დაცვა. მოგესალმებით ბიჭებო. სტუდიაში მოსვლა რთულია. უნდა გაიაროთ მთელი ამბები, მოკლედ იცით ამის შესახებ, მაგრამ იმისათვის რომ ეს თანხა წავიღოთ, საჭიროა მივიღოთ სტუმრები. დები ხაჭვანები, გთხოვთ. აბა ვის უნდა 100,000 ლარი? ჩვენ. ბავშვი ხელი ჩავომართვით და ის ფული თქვენია. იმედია. უფროსი რომელია? მე. შენ ხარ უფროსი? ანუ შენ აიძულე უმცროსი და რომ აქ მოგეყვანა? არა, უბრალოდ მან გაიგო ეს ყველაფერი და მე მითხრა და ესე იგი ნინოს ინიციატივით მოხდა თიკოს აქ მოსვლა. თინათინის. თუ თიკო დაგიძახ? თიკო. თიკო, კი ბატონო. თიკო და ნინო ხაჭვანები ითამაშებენ. პროფესიით ხართ? მე სტუდენტი ვარ, მომავალი ექიმი. მომავალი ექიმი, შენ? მე იურისტი. უკვე იურისტი. კი, მაგისტრატურაზე ვსწავლობ. სწავლობ, ესე იგი მაგისტრანტი ხარ. აბა თქვენ შორის რომელი უფრო ჭკვიანია და ინტელექტუალი? ნინო თქვი? აჰა, ესე იგი შენზე მექნება ორიენტირი. თუმცა აქ პირველი, მეორე, მესამე შეკითხვები ესეთი მარტივია და ამიტომ შეიძლება რომ მასას დაუჯეროთ ხოლმე, ხო? სასკოლო პერიოდი შენ უკეთესად იცი, იმიტომ რომ უფრო ახლოს ხარ, ესე იგი სკოლის პერიოდთან. გინახავთ ამდენი ფული ერთად? არა. შეეხეთ. იცი რა, იმიტომ რომ ნენელა შეიძლება დაკარგოთ ეს ფული. მე კი მიჩევია რომ 100,000 წაიღოთ, მაგრამ მაინც რა ეს წა. ჩაეხუტოთ. კარგია, ხო? კარგია ძალიან. ფული ხელის ჭუჭყიაო ამბობენ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არ არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა თემაა ეს. როდესაც შენი ინტელექტითა და გონებით სახში მიგაქვს 100,000, თქვენ 100,000 გაქვთ და მე მაქვს 8 შეკითხვა.
ნელ-ნელა ამ ეკრანის საშუალებით ჩვენ წინ და წინ გადავინაცვლებთ და ეტაპებს რამდენსაც გავივლით, აი აქ აღნიშნავთ ხოლმე რამდენი გაქვთ დარჩენილი. ეს მონიტორები 4 სავარაუდო პასუხს თავაზობს. სად ვართ რომ დავიწყოთ? ძალიან მარტივია, 8 შეკითხვა, 4 სავარაუდო პასუხი, 3-ზე დებთ ფულს, ოღონდ მთელი ფული თამაშობს, 60 წამი გაქვთ იმისათვის რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ, ერთი ყოველთვის რჩება ცარიელი. სად ვართ? სად ვართ? იმისათვის რომ პირველი შეკითხვა მოისმინოთ, მე უნდა გამოვაცხადო რომ თამაში იწყება. მაშასე დები ხაჭვანები თამაშობენ ფულთან. პირველი შეკითხვა არ არის რთული, მიინერვიულებთ, ძალიან გთხოვთ. იმიტომ რომ ჯერ კატეგორიები უნდა ავარჩიოთ და კატეგორიების მერე უკვე ჩვენ გავიგებთ 4 სავარაუდო პასუხს და უკვე მერე მოვისმენთ შეკითხვას. ნახოთ. 2012 ციური მნათობი. რას ფიქრობ? ციური მნათობი არ მომწონს. არც მე არ მომწონს. 2012. იყოს წელიწადამდელი წელი. 2012 შარშანდელი ხო? 2013 გვაქვს. კი. 2012. 2012. 2013-ში ვართ. ანუ ეხლა არის 2013 წელი. რას ფიქრობ? ციური მნათობი ხო, არც მე არ მომწონს. გადასაბოლოო გადაწყვეტილება 2012. ეხლა ნახავთ 4 სავარაუდო პასუხს, ხო? 21 მაისი, 28 სექტემბერი, 8 მარტი, 21 დეკემბერი. რატო გაიშვი ხელი დეკემბრისკენ? რაც გონია. შეიძლება მე რა გქონია ნეტა? სამყაროს აღსასრულზე ხო არ არის კითხვა. ნახოთ კითხვა. როდის დაიბადა სტალინი ალბათ, ხო? ნახოთ შეკითხვა. 2012 წლის რომელ თვესა და რიცხვში არ მოხდა ის, რასაც ყველაზე მეტად მოელოდნენ? აბა აკეთე დარჩა. 21 დეკემბერი. მაიას ტომის სიმაგრე არის საუბარი. ამაზე ხო ვარ თუ უჭველი ლაკსიმერი. ნეტა ყველაზე ასე მეტად დარწმუნებული. 40 წამი. დამეხმარენი. კარგად მოვათავსოთ. 25 წამია დარჩენილი, შეგიძლიათ გააჩეროთ, რო თუ გადაწყვეტილება მიღებული. არაფერს აღარ შეჭრით? არა. შეჩერდი წამო. მაგასე გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული 100,000 ლარი დევს 21 დეკემბერზე. მე იმედია არ ჩაიყრება. იმედია, ეს იმედია, საერთოდ. კარგი. 21 მაისი, 28 სექტემბერი, 8 მარტი გამოვრიცხეთ და 21 დეკემბერს რა უნდა მომხდარიყო ასეთი? სამყაროს აღსასრული. ვინ თქვა ეს? მაიას ტომ. მაიას ტომა, ეს წყნეთელი მაია რო ყავდა? არა, იმაზე უფრო შორეულ. არა, კარგი, უფრო შორეული. ატომებზეა ლაპარაკი აქ. ნახოთ სწორი პასუხი რომელია? ნეტავ. პირველი ბარიერი გადავლახეთ. რა საშინელი შეგრძნება ეს ჩავ. საშინელი შეგრძნებაა, ხო? მაინც ნერვიულობთ, რატო ნერვიულობდით? ამე ეჭვი გეპარებოდათ, რომ კლარაც ეთკინმა და როზა ლუქსემბურგმა 2012-ში წარღვნა მოხდებაო, დაგვი ანონსეს თუ არა? დაბრუნეთ ფული ათლზე. ნეტა ესე გაგრძელდეს. ფული თავის ადგილზე, რაღაც უფრო ბევრი გამოჩნდა აშკარად. მეორე ეტაპისთვის მზად ვართ? ყურადღება, კატეგორიები ეკრანზე. ცნობილი წყვილები, გურმანი. ცნობილი წყვილები. კი. ცნობილი წყვილები ერთხმად გადავწყვიტეთ. პრესის მანიაკი დები. კი, ცნობილი წყვილები. ცნობილი წყვილები, საბოლოო გადაწყვეტილება და ვნახოთ 4 სავარაუდო პასუხი.
კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი. ორფეუსი და პენელოპა. ტრისტანი და იზოლდა, არისი და ელენა. ცნობილი წყვილებია საკმაოდ, რაღა დავმალოთ და საკმაოდ ცნობილები არიან. მაშასე კითხვას ღერს დაასახელეთ არასწორი წვლილი. კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი, ორფეუსი და პენელოპე, ტრისტანი და იზოლდა და პარისი და ელენა. არასწორი უნდა დავდოთ, ხო? არასწორი დაასახელეთ. 50 წამი. ორფეუსი და პენელოპე ვფიქრობ ნიმე. იმიტომ კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი იყო, მეორე პარისი და ელენას დადე. რამდენი დავდეთ, რომელზე უფრო მეტი? ამბაცე. ორფეუსი და პენელოპე საყვარელი იქნება. 30 წამი გაქვთ დარჩენილი. აი, ესენი არა, ხო? არა. ანტონიუსი. შეცვალოთ რამე. კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი იყვნენ და 20 წამი გაქვთ. თიორია. რა გინდა არა თუ ვიცი რომ. ხიდან გადმოვიდე? რატო? არ ვიცი, რა ვიცი, 1-2 იგერი. ხესის ხო იყვნენ. 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. დროა აქედან რატომ აიღეთ თანხა? ხოიდო კარგად. ორის დებას რა აზრი ქონდა და ავიღე. ორის დებას რა აზრი ქონდა? 4000 ლარია 2 წელი შეკვრა. სტიპენდია რამდენი გაქვს მაგისტრანტო? 750 ვიღებდი. ხო და აი 4000-იაო და რა აზრი აქვს, რა ვიცი, აქ უცბად, პირველი 100,000 უცბად მოიპოვეთ და უცბად აღარ გინდა 4000, ხო? აი მე არ ვიცი. აი 100,000 ესე რომ დარჩა, იგი მაგის ბრალია. მახსოვს, იცი, ახლა გამახსენდა ფილმი ასტერიქსი და ობელიქსი. მე იქ მახსოვს ეს კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი რო არიან ერთად. მარკუს ანტონიუსია ის? ანტონიუსი ხომ ეს გვერდზე ვფიქრობ ანტონიუსი იყო. დავალოდით პასუხს. ანტონიუსი მარკუს ერთი წამი. მარკუს. აზრი აქ ახლა გადაწყვეტილი. რო არ გაგახსენებთ? არ ვიცი, ნინო, არა, ეხა აზრი არ აქვს ნერვიულობას დავეულე. ტოვებინის. ხიათ. არ მინდა ნახო. ამდენი თანხა რო ჩაიყრება. ოცდა 12000 ჩავიდა ქვევით, დროებით საცავში, სადაც ჩვენი დაცვის წარმომადგენლები დააბინავებენ. მაიმე ნინო. ანუ ტროა რატო გაგახსენეთ, იცი? საერთოდ ტროას ამბავი რატო მოხდა? რატო დაეცა ტროა, რისი ბრალი იყო? ჩვენიერი ელენეს გამო. და ვინ წაიყვანა ეს ელენე? აღარ მახსოვს. ჩვენიერმა ვინ? პარისმა? პარისი იყო, მე ეს გაქილებს რომ მიუხტანა, მე ძვარო ათლია? ო, პარისი იქნებოდა. აჰა. არგი, ტრისტანი და იზოლდა კაი გაგონილი გაქვთ, მაგრამ აი აქ რა ხდება? რამდენი იყო აქა? 4000. 4000, 2 წელი ეგდო, ესე მეტი არა? 2 შეკრება. და მე ავიღე ბოლო წამს. შენ აიღე, ხო? კარგია რომ აღიარებ. არ მიკლარა. ვაიმე რა დღეში ვართ. 68,000 დას. სწორი პასუხი გვინდა, აშკარად, ხო? კეთენზა. სწორი პასუხი. დავიტანჯეთ. ჩვენთან დარჩი.
კომერციული ჭრა იმედზე. დაგიბრუნდით იმედზე თქვენ უყურებთ შოუს ფულთან თამაში დები ხაჭვანები გვეთამაშებიან 100,000 ლარი უნდათ მაგრამ აი მეორე შეკითხვაზე 32,000 ლარი უკვე დაკარგეს და ეხლა სათულოა 68,000 ლარის ამბავი შენარჩუნების ამბავი შეკითხვა კი ასეთი იყო დაასახელეთ არასწორი წყვილი კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი, ორფეუსი და პენელოპე, ტრისტანი და იზოლდა და იყო ელენე და პარისი, რომელიც იყო წყვილი, ვიცით რამხელა მოვლენა იყო ამაზე ვისაუბრეთ უკვე. ტრო აღარ არსებობს მაგათი ურთიერთობის გამო, მათაშორის. კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი. აქ იყო 4,000 ლარი, რომელიც თქვენ აიღეთ და დააბრუნეთ, თქვენ არა. დავაკონკრეტებ უფროსმა დამ. თიკომ დააბრუნა უკან. ტრისტანი და იზოლდა საერთოდ არ ერგო არაფერი. სწორი პასუხი გვაინტერესებს და დიდი ხანია ამ მოლოდინში ვართ ასე რომ ვნახოთ. Пойменino, ესერჩა მარტეს. მარტოს უნდა მეცერა ფერსონდეს ესერჩა ეს 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 დააბრუნეთ 68,000 თავის ადგილზე. კიდე კაი, თორე 4,000 ტყვილად დაკარგავდი. ჰა? დავაგზელეთ? კი. ვაიმე როგორ აი შვიდ ცოტა. კი. მოდი კიდე სუთქვითი ვარჯიშები ჩავატაროთ. იცი, აი ეგ იმანახე. კარგი, მესამე ეტაპი ვნახოთ რა ვარიანტები გვაქვს ამოსარჩევად. კატეგორია მულტფილმი და კინოლოგია. პრაქტიკულად ერთ და იგივეა რა. კინოლოგია უფრო ფართოა მგონი. კინოლოგია არ გვინდა, ავირჩიოთ მულტფილმი. რადგან კინო მულტფილმი რამ გაყო? არა, კინო მულტფილმია. მულტფილმი და თუმცა ესეთია, ბოდიში, ეს არ უნდა მეთქვა, კარგი. კინოლოგია თუ მულტფილმი? მულტფილმი. ჯობია. მულტფილმი. დაუჯეროთ უფროსდას. მულტფილმი. მულტფილმი, უფროსდას უჯერებს უმცროსი და მულტფილმი. სადამდე მივედი. კინოლოგიაში ვერ ვხედავ ჩემს. მულტფილმი. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორზე. მორტიმერი, მორისი, მონტგომერი, მონრო. ნახოთ შეკითხვა. რა ერქვა თავდაპირველად მიკი მაუს? მონტიმერს ვფიქრობ. აბა, ცნობილი მეც მულტიპლიკატორები. მგონია. მულტფილმ რა ცოდნეები. გამოვიწყოთ? წავიდეთ. მონრო მგონია რომ გამოვრიცხოთ. რატომ არ ქვეოდა მონრო იმას თავს რა ვიცი. ამაზე ყველაზე მეტი ამას დანარჩენი შენ გადაანაწი მორისი, მონტგომერი. აი ამ ორზე ვფიქრობ უფრო. მონტგომერი. კაი ხო. მორტიმერი. აქცია მომდევნო. მორისი 1-2 ცალი დავტოვოთ. დანარჩენი ამაზე. ანუ მონრო არა. მონრო არა ხო? კაი მაშინ დააწყო, იქით დააწყო. ამაზე უფრო. მონტგომერი. მორტიმერი, მონტგომერი. მორტიმერი მგონია რა. 30 წამი გავიდა უკვე. ამაზე იყოს 4 დანარჩენი. მორისი ხო რაღაც. 20 წამი. დადე დანარჩენი მონტგომერი. მონრო არ იქნებოდა. 15 წამი, 14. მორტიმერი რატომღაც ეს მგონია? 2010, 2010. 8, 7, 6, 5, 4, მორისი. 3, 2, 1, რო გამოიწვია. ესე იგი მონროს არც ერთი არ გამოვტოვეთ ისე. მონრო არ ეს ის ბოქსია, ექნება. რომელმაც ვერც ერთი ლარი ვერ მიიღო. მონრო კატეგორიულად გამორიცხეთ.
მორისიც არ მგონი, მგონი თქო. მორისიც არ მგონია. წინაზე რო გადავარჩინე. მორისი ყოველ შემთხვევაში ესეთი 8000 ეგდოს, ხო? რამდენია? ან მორტიმერი, ან მონტგომერი. აიმე. არც მორისი და არც არა, მონრო ნამდვილად არ ექნებოდა. რატომ? არ ვიცი, მერლინ მონროსთან ასოცირდება და მიკი მაუს რატო უნდა რქმებოდა სად მიკი მაუსი და სად მერლინ მონრო? არა, რა ვიცი, რა თაგვისთვის ცუდი სახელია მონრო. ხო, რატატუი არის კარგი სახელი თაგვისთვის. კარგი, ვნახოთ სწორი პასუხი რა დღეში ვართ. რამდენია? აქეთ 16,000-ია. ჯერჯერობით თამაშში ხართ. ჯერჯერობით ისე ნოვეხა და ბოლოს და გჭირდა გუნსგან თქო. მორისი არ ექნება. არც მე. მორისი არის. არ ექნება. კი, მეც ვფიქრობ, ის კი არა. რაღაცა ჩავარდება არ გავრისკეთ. აშკარად. რომელიღაცა ბოქსი გაიხსნება. პრემიის რო გაიხსნას. და ეს არის ბრავო! არ თავიდან იმას ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გავრისკავდი ნამდვილად. დააბრუნეთ თანხა ადგილზე. თორმეტი 16 20 22 ცალია. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ 44000 ლარი დაგჭათ. 44000 გვაქვს და 3 ეტაპი გავიარეთ. და კარგად დავკარგეთ დანარჩენი 56000. არა უშავს. არ დაგეკარგათ, ხო იცი? უფრო მეტიც შეიძლება რომ დაგვეკარგა. ოპტიმისტი ბავშვები ვართ. კარგად თამაშობენ, არა? გადამხნევათ დარბაზმა და მეოთხე ეტაპის დრო დადგა. მოდი კატეგორიები ვნახოთ და არჩევანი გავაკეთოთ. ეკოლოგია, პრეზიდენტები. ეკოლოგია, ფართო. პრეზიდენტები. რაც ეს პრეზიდენტები, რომელი ავირჩიოთ? პრეზიდენტები ჯობი არა. პრეზიდენტები? შენ მეწევ. რიგითობა რომ მკითხონ, არ ვიცი. ნუ პრინციპში არა. ეკოლოგიას რომ ესე ლოგიკურად ალბათ ეკოლოგიასთან უფრო მარტივი იქნება. ეკოლოგია. იყოს ხო? იყოს ეკოლოგია. ეკოლოგია გირჩევიათ, ვიდრე მსოფლიოში რამდენი პრეზიდენტი არსებობს და არსებობდა. თანმიმდევრობა. ხო, ეკოლოგია. თანმიმდევრობას ვინ დაეძებს, რამდენი პრეზიდენტი არსებობდა და არსებობენ ახლაც. და ეკოლოგიურად რა ეს? არა, ეკოლოგია ცეკვოდ ნიშნავს. იყოს ეკოლოგია. იყოს ეკოლოგია. იყოს. ხო მეთანხმები. ეკოლოგია. იყოს. და მოდი ჯერ 4 სავარაუდო პასუხი გავიგოთ. ყურადღება მონიტორებზე. ჯობდა. კი. შავი, წითელი, ყვითელი, თეთრი. რა შეიძლება იყოს ეს? სიჩუმე. მაქარო რა ამბავი? რა შეიძლება იყოს? წარმოდგენა. აგი, მაშინ წარმოდგენა რომ შეგვიძლია კითხვა მოვისმინოთ. Greenpeace-ის 2012 წლის მონაცემებით, რომელი ზღვის ფსკერზე გროვდება ყველაზე მეტად ტოქსიკური გაზი? სიჩუმე იყოს წითელი ზღვა. შავი, წითელი, ყვითელი თუ თეთრი? ორი გადავანაწილოთ. ყვითელი და თეთრი გამორიცხე. წითელი და შავი და უფრო წითელი. რატო საერთოდ? წითელი ზღვა მკვდარი არაფერი არ არის. ხო, ცოცხალი ორგანიზმები არ არის საერთოდ ამ ზღვაში. პრინციპში შავიც ძალიან ისეთი, მაგრამ უფრო 45 წამი გაქვთ? ასე შემდეგსაო. მოდი შავზე დავდოთ რამ, მაგრამ უფრო წითელია რა. რამდენია? არა, ესე რომ და ანუ ძალიან ბევრი არ გამოგიდეს. არა და ბევრი ყველაზე მეტი ტოქსიკური გაზი რა გაგჩება? არა უშავს დაგვრჩეს. თეთრი და ყვითელი არა? წითელი ზღვა, ყველაზე მეტი ტოქსიკური გაზი. 20 წამი დაგჭათ. არა, აქ უნდა იყოს.
იყოს. რამდენი გამოდის? 10,000. 10 9 22,000 და 8 7 არ ვიცი, გადმოდო? 5 4 3 2 1 ნახე დები რა დღეში არიან, ამან გადადო და იმან მოასწრო, ვერ დაინახა და დააბრუნე, ხო? რა თქმა უნდა, დააბრუნა. ესე იგი, 10,000 ლარია შავ ზღვაზე და დანარჩენი 34 წითელ ზღვას არ გუნეთ. ყოველ შემთხვევაში თიკოს ინიციატივით ისევ, ესე იგი თიკა ლიდერობს თქვენ ორში. თუმცა ის მაინც ნახე თიკოსი დისპოზიციიდან რა დღეშია. და აქ 2,000-ები იქით აქეთ. 8 უნდა ყოფილიყო აქეთ და 36 იქით. აუ რაღაცა შავს ფიქრობ ხო? კარგი პრესია. შავს ფიქრობ ეხლა? ნახოთ სწორი პასუხი. ვაიმე, ხა წითელი არ ჩაიყაროს რა. ცოტა. აი. მეხანასე პირველ გადაწყვეტა წითელი იყო საკუთრებს. 10,000. ეს ცოტა მეტი რა დაგვეთვარი ხდება და 1-2 რაღაც კარგია, კარგია. აუ. 34,000 შეიწირა ამ არაჩვეულებრივმა მშობლიურმა შეკითხვამ. მაგრამ თქვენ თამაში ხართ 10,000 ლარით. რა ვქნათ რომ 200 მეტრის ქვემოთ შავი ზღვა მკვდარია? აჰა. $10,000 ლარი შეგჭათ. მაპატიენინო. ეხლა გადავდივართ მომდევნო ეტაპზე, სადაც უკვე მეხუთე შეკითხვის დროს თქვენ მოისმენთ მხოლოდ და მხოლოდ 3 სავარაუდო პასუხს. სამი სავარაუდო პასუხიდან 2-ზე უნდა გააკეთოთ არჩევანი და 1 უნდა დატოვოთ ცარიანი, ერთ-ერთი ბოქსი. იქითა ბოქსი გავუქმნათ ჩათვალეთ. ბოლო. მზად ვართ? მზად ვარ. ისევ 60 წამი გაქვთ დრო. ყურადღება ეკრანზე კატეგორიები მაქვს. წყალქვეშა სამყარო სერიალებით. წყალქვეშა სამყაროზე კარგი გადასვლა იქნება შავი ზღვის მერე. წყალქვეშა სამყარო არ მოდის. არ გვინდა, მოდი იყოს სერიალები. სერიალები იყოს? იყოს. კარგი, საბოლოო გადაწყვეტილება? სერიალები. და ვნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. მაყურებლები საპნით იბანდნენ ცრემლებს. სპონსორები საპნის მწარმოებელი კომპანიებია. მსახიობებს ჰონორარის სახით საპონს აძლევდნენ. ნუ ალბათ ხვდებით რა შეკითხვა შეიძლება იყოს, მოდი ვნახოთ პირდაპირ. რატომ ეძახიან სერიალებს საპნის ოპერას? რას ფიქრობ? წავიდეთ, მე ცალსახად ამას ფიქრობ. მე ამას ვფიქრობ. ჰონორარის სახით რამდენი საპონი უნდა მიეცათ? ამაზეც ვფიქრობ, მაგრამ აი უფრო ეს და საპნის ეს გამორიცხე. 42 წამი და ჰონორარის სახით საპონს აძლევდნენ. აი რაღაც არ ჟღერს ისე. გინდა და 1-2,000? 32 წამი. 2,000-8,000 ქრჩება ხო? იყოს კაი. ხო, მაგრამ თუ ფიქრობ ეს გადატანა საზრია აქვს? ეს არა, 22 წამი. აი სისულელია. ეს წარმოებლები. არა, უფრო ეს რა. ის ოპერა საპონს. 2,000 შენარჩუნებას რა აზრი აქვს შემდეგი ეტაპისთვის? 12 წამი და რას ფიქრობ, გენდობი? ამას ფიქრობ. 8 7 6 5 4 3 იყოს 2 1 დრო ამოიწურა და როგორ ხედავთ რისკიანი დები აღმოჩნდნენ თინათინ და ნინო ორზენა გაგვენაწილებინა უკვე. ხაჭვანები მაყურებლების საპნით იბანდნენ ცრემლებს არ მოგეწონათ არა, რაღაცნაირი პასუხია ხო ცრემლის და ჰონორარის სახით საპონს იღებდნენ მსახიობები ვფიქრობდი. მეც თითქოს ერთი მომენტი ვიფიქრე, მაგრამ განა რამდენი საპონი უნდა მიეცათ, ან ისინი რატო იღებდნენ? რა ვიცი, არ მგონია ეს დიდად კარგი ვერსია.
არა უშავს. ნახოთ სწორი პასუხი არა. მე მგონი დროა. გავიგოთ ქვეყანა. ჩვენი 1000. რატომ ქვია სერიალებს საფნის ოპერა? არ ჩავარდე რა. ვინც ვიცით გასაგებია. ვინც არა? არის. და თვალებს არ დაიბანე აეწვებოდათ. არა ხო, არა, გამორიცხულია ის რა იყოს. სწორი პასუხი გვინდა? გვინდა? ძალიან. მეც. ჩვენი 1000. კიდევ კაი ქარდაგადებინე 2000. რატომ უნდა დაებანათ? არ ვიცი. რეკლამა იმედზე. დაგიბრუნდით იმედის ეთერში შოუ ფულთან თამაში მიმდინარეობს ახლა დებ ხაჭვანებთან ერთად. რომელიც წარმოშობით უშქულიდან გახლავან მეხუთე შეკითხვაზე ვართ. და კითხვა ჟერდა ასე. რატომ დაერქვა სერიალებს საფნის ოპერა? დაგვრჩა ორი ვარიანტი. მაყურებლების საფნით იბანდნენ ცრემლებს ხას უსვამ. სპონსორების საფნის მწარმოებელი კომპანიები იყვნენო. 10000 ჰქონდა და 10000-იც აი ამ რაღაც სულელურ პასუხზე დადეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო სულელურად ჟღერს. კი, გეთახმები. ხო? აი მე რა არის პასუხი? ნახოთ. შეიძლება ხელი მოვკიდოთ თქვენ ფულს? კი. ჩვენ გადაცემას წარმოგიდგენთ ევროპა ბეტი. მადლობთ. ჩვენ ფულს რა კარგად ჭერს? კიდე გაგამხნევოთ რამით. სწორი პასუხი გავიგოთ. ეგ რამდენი იქნება გამხნეობა, ნახოთ. რაღაც არ მგონია რომ ეს არის და მე დავიჯერებ. ის რო იყოს? არა ეს არის. აი, გამოისყიდე, მოდი. გილოცავთ თქვენ 10000 ლარი შეინარჩუნეთ და დააბრუნეთ ფული თავის ადგილზე. მე მინდა ჯეოსელისგან გადმოგცეთ ჯეო კონექტები. ყველაზე სწრაფი ინტერნეტი. მადლობა. თანული მით. კეთილად ხელში მაინც ახლა იმიტომ რომ მე-6 კითხვის იმედი არ მაქვს. რა არიცი, ძალიან კარგი იქნებოდა ეხლა რომ აღარ გენერვიულად. და აი ესე უცად არ შეიძლება ამ თანხას მოვკიდოთ ხელი და შევწყვიტოთ თამაში და წავიდეთ, გიეთქვათ, მაგრამ არა. ბოლომდე ვთამაშობთ. და წინ კიდევ სამი სავარაუდო პასუხი უნდა მოვისმინოთ, ორი კატეგორია უნდა ვნახოთ. შეკითხვა და კიდევ ეს რამდენჯერმე უნდა გამეორდეს, იმიტომ რომ ჯერ მე-6 შეკითხვის ჯერია და თუ მზადყოფნაში ხართ, ვნახოთ კატეგორიები. ნახოთ. ორი კატეგორია ეკრანზე. კანონი. ან მოგზაურობა. კანონი. კარგად ჟღერს. კანონი. ან იურისტისთვის. მოგზაურობა. კანონი. ან კანონი. მოგზაურობა. მოგზაურობა კანონი იყოს. კანონი იყოს. იყოს ხანა. იურისტისთვის კანონი უფრო. ნახოთ რა შეკითხვა იქნება. გამიჯერე ძალიან რისკავ, იმიტომ რომ ვინიცობაა და პასუხი არასწორად გაცე, ვიღაყ იყო სამსახურში. კანონები არის მაგოგო მოიწვია. შავ პირს მომიკეთებ დუთა. მე თუ შენ უკეთებ შენ თავს, მე გაგაფრთხილე უბრალოდ. ამას ამოვჭვით. კანონი იყოს. კანონი. სამი სავარაუდო პასუხი. მონიტორებს. დავიღუპებ. არა უშავს მივალთ ლოგიკურად პასუხამდე. გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია. გერმანია ახალსა. ნახოთ შეკითხვა როგორ ჟღერს. რომელ ქვეყანაში არ ისჯება კანონით ციხიდან გაქცევა იმ
არგუმენტებით, რომ თავისუფლება ადამიანის მთავარი ინსტინქტია. მოდი გერმანიაში, ნიდერლანდებში თუ ნორვეგიაში? არის ჭერი. გერმანია გამორიცხე. რატო? იმიტომ გერმანია არ გვინდა. ნორვეგია, ნიდერლანდები. ნორვეგიას აქვს ძალიან ისეთი კანონმდებლობა. ბრეივიკის გახსოვს შენ? კი, ბრეივიკი როგორ არ მახსოვს. ან ნორვეგია, ნიდერლანდები. არის ჯება? არის ჯება. 40 წამი. კიდე გაქცევი მაგრამ ალბათ ნორვეგია მართალი ხარ ბრეივიკის საქმიდან გამო. ნიდერლანდებიც ნორვეგია უფრო. მოდი გავანაწილოთ. კი, მაგრამ რომელზე? 30 წამი. გერმანია არ გვინდა ნამდვილად. კაი გერმანიას გამორჩა თამაში გავანაწილოთ არ ლიბერალური კანონმდებლობა აქვს, მაგრამ ნორვეგია 20 წამი. იყოს ესე თუ გადავდოთ იქით. ერთი დავიტოვოთ. ნორვეგია ნინო რა უფრო. გადმოვიდო. დედადა რაფეში. არა, 10 წამი. ორი იყოს. 9, 8, მოდი რა 7, გადავდოთ. 6, 5, 4, 3, 2, 1. შეწყდა დრო. ნორვეგია. არა უშავს 6000 თაფლი. ეს გერმანია არ წერია აქა? გერმანიაც ფული სად არის? არ არის. არ არის. აქ არ დადეთ ფული? არა. გერმანიაზე ფული არ დადეთ? არა. ეს შენ პასუხობ ამასთან? კითხვაზე რომელ ქვეყანაში არის ჯება კანონით ციხიდან გაქცევა იმ არგუმენტით რომ თავისუფლება ადამიანის მთავარი ინსტინქტიაო, აი აქ ფული არ დევს? არა. 4000 დევს ნიდერლანდებზე და ნორვეგიაზე დევს 6000 თაღო. ნორვეგიაზე ხო დევს 6000? კი. აბარა იქ უნდა იდოს, აბარა. გერმანიაზე არ უნდა იდოს, იქ უნდა იდოს. გერმანიაში არ გაპატიებენ ეგეთ რაღაცას. არ გაპატიებენ ციხიდან თუ გაიქეცი, არ გაპატიებენ ხო? თუ გაიქეცი. თუ გაიქეცი არ გაპატიებენ. არ გაპატიებენ. აქ თახა არ უნდა იდოს. არა. ნახოთ სწორი პასუხი. აუმინო. ბატონ გონია ნორვეგია. არა უშავს ის კარგად მოვიქეცით იქ რო ვიდავტოვეთ, იმიტომ რომ ჯობია. სულ არაფერს ჯობია. ცოტა შეგიძლია, მაგრამ გერმანია რო იყოს მე ეს. არ იქნება გერმანია. დარწმუნებული ხარ? გერმანელები ისეთი ხალხია რომ ეხა ინსტინქტებზე არ დაიწყებდნენ საუბარი. ესე მომეწონა ის არგუმენტი რომ ნორვეგიაზე ბრეივიკი რო თქვი მართალია, ძალიან შემწყნარებლები არიან მგონი დამნაშავეებში. მაგრამ ჩვენი 6000. ჩვენი 6000. ან ჩვენი 4000. კარგი გოგო ხარ. მართლა კარგი გოგო ხარ. დააჭდა თქვენს არგუმენტს, ესე იგი არ შეგოთქვი რომ ბრევიკი რა კარგი ვნახოთ დანარჩენი რა შემთხვევაში რომელი გაიხსნება, ხო? არჩებით თამაში არ დარჩებით. ნინო გადამწყვეტი მომენტი. არ და გადამწყვეტი ნერვეში იყო შევდი. ნერვეშია ხო? არა, გამორიცხულია, თითქოს დაწუნებული რომ არ არის გერმანია. მგონი მაგას მეტყველია ხდებისთვის. ვაიმე, კიდევ კაი, ეს იყოს შენი გადაწყვეტილება. მე ჯერ ვაფერი წინა გერმანია დარჩენილი გვაქვს. თავისი მიმივარით. ძალიან მომეწონა თქვენი თამაში. საკმაოდ ლოგიკური გადაწყვეტილება იყო ეს ორი ქვეყანა, თუმცა მათ ასე არ გონიათ, იმიტომ რომ ისინი სხვანაირი ლოგიკით ინტეგრებენ კანონებს. სამწუხაროდ, აი გერმანელები ცოტა უფრო ჩემი ლოგიკით აზროვნებენ და აი ესეთი ამბავი მოხდა, რომ გერმანიაში თუ გაიქცევი, ყოველ შემთხვევაში არ ისჯები კანონით. იმიტომ რომ დავქნათ, რომ ასეთი ინსტინქტი გვაქვს ადამიანს თავისუფლება უნდა. გინდათ თავისუფლება? გვინდა. დიდი მადლობა მომზადებისთვის, მე გააძლევთ ამ თავისუფლებას. ხოთ. ხოთ, დავაბრუნოთ ფული ადგილზე, დიდი მადლობა. კარგად ითამაშეს გოგონებმა, მე-6 შეკითხვამდე მივიდნენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი დაცვის წარმომადგენელი ამ 100.000 ლარს ისევ თავის ადგილზე დააბრუნებს. ჩვენ კი მომდევნო მოთამაშეებს შევხვდეთ. ძალიან საინტერესო წყვილი. ოთარ ტატიშვილი და რუსკა მაყაშვილი შევხვდეთ.
გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. დაიკავეთ ადგილი. ეს არის რუსკა მე ვარ ოთარი. ძალიან სასიამოვნო. მართლა? ძალიან სასიამოვნო. აბა ის შეენაცოთ იცით. ეს არის რუსკა მე ვარ აა, ოთარი. მაინც ესია. კარგით. ვისი ინიციატივით მოხვედით? რუსკას ბრალია? რატო დამაბრალე ხა ყველაფერი? არა. შენ გინდოდა ფულის მოგება? არა, ჩემი ინიციატივა ფულის ეს არ მოგება იყო. მინდოდა მე ინიციატივა იყო რუსკას. არა, ეს იტყუება. რუსკას ინიციატივა იყო. თავარი ახლა თამაში ესეც დროს არ მოიქცეს. მოიტყოს რა. შენი ინიციატივა ნუ იყო. გენახა ამდენი ფული. არა, იმიტომ რომ გაწუხებს ნამუსი ცეკვებში რომ მოიგე, გინდა რომ ეხა ფული მოვიგო. ხო. აა. დიახ. ნახე? შეიძლება ეს ეს არის Range Rover-ს 2000 ლარიანი შეკვრა. ზედ არის არაჩვეულებრივი წარწერა. წარწერა ვისი იცი? კი. კი, ეს არის ჩვენი წარმდგენი ევროპაბეთი. ევროპა ბეთი, კი ვაშა. ბატონო. ვაშა. შენს დაიჭირე 2000 ლარი ხელში. ასე არა, ასე. ჯერ მე ჩავიდებ ჯიბეში, იმიტომ რომ შეგიძლია 100.000-ს ჩაეხუტოთ ეხლა. ეს ხო ჩვენია. ესე ეს ეს რა არის, თემი თამაშის სრულწმენები რა. პრინციპი რაშია, იცი? რომ მოდიხართ და ხელს რო ჩამომართმევთ. ხო. ეს 100.000 ხდება თქვენი. ხო. უბრალოდ მე მაქვს 8 შეკითხვა. თქვენ 100.000. უნდა შევინარჩუნოთ ასე. უნდა შეინარჩუნოთ 8 შეკითხვით. უცნობ ხალხთან ერთად თამაშობთ, არავინ არ იცნობთ ვინ არიან ეს ადამიანები. ოთარ ტატიშვილი, რუსკა მაყაშვილი და ჩვენ თამაშობთ ფულთან. მოგიშლი შენ არ მომიშალო ნერვები. ერთმანეთს ნერვებს მოაუშვით. არა. იმისათვის რომ ერთნება. გავიგოთ რა შეკითხვა გამოვა, საჭიროა ჯერ კატეგორია ავირჩიოთ. კატეგორია კი ასეთი გვაქვს 2 წელი. ერთ ვიჩევთ. ანდაზები ან წელიწადის დრო. აირჩიეთ. შენ აირჩი. მოდი ასე. ჯერ შენ აირჩევ, მერე მე ავირჩევ. არ გეხვეწები რა. იმედია შენ არ შეუძლია არ არ გეხვეწები, არა. ერთად გადავწყვიტოთ, გთხოვეს მე ავირჩევ, შენ აირჩევ. მე ანდაზებში ვარ სუსტი. ასევე სუსტი ვარ წელიწადის დროებში, განსაკუთრებით ანდაზებში, რომლებიც წელიწადის დროებზეა. უთარ. არ ვიცი. რა წელიწადის ვიცი. დროებში ხარ ძალიან სუსტი. ნახე, წელიწადის დრო არის 4. ხო. ხო და მეტი შანსია რომ გამოვიცნოთ. მე ნუ მაბრალებ ყველაფერს წელიწადის დრო. რაგინა, შენ რაგინა. მე ნუ მეკითხები. შენც ნუ მეკითხები. გამანებეთ. მარტო რო იყო რა საერჩევდი? არაფერს. აქ წავიდოდი მოვიჩხუბებ, აქედან. გენიცვა. მარტო რო იყო. გადაწყვეტე, ერთად. რა საერჩევდი მარტო რო იყო? არა, მე თავაზობთ თამაშს. ჯეირანი ვითამაშოთ, შენ იყავი ანდაზები, შენ იყავი წელიწადის ხო. დრო. და ჯეირანი ითამაშეთ და ვისიც მოიგებს იმისია. აბა ჰე. ჯეირანი. ჯეირანი. ჩავარდი. შენ ხო არა, ეგ რა იყო? ეს ეს რა არის? ეს ჭარი. ჭაიყო და მაკრატელი ჭაში ჩავარდა იძინება და და ესე იგი წელიწადის დრო. რუსკა ირჩევს. წელიწადის დრო. წელიწადის დრო გადაწყვეტილება მიღებულია და მოვისმინოთ 4 სავარაუდო პასუხი. ყურადღება მონიტორებზე, რუსკა აქეთ. მარტი, მაისი, აპრილი, აგვისტო. ძალიან საინტერესო 4 თვე. მე მგონი რომელი არ არის ისა გაზაფხულის თვე? ნახოთ შეკითხვა. ყურადღება ეკრანზე. შეხედე. შეკითხვა ზღერს ასე რუსკა. როდის გამოჩნდება ქართული ანდაზის მიხედვით იავრის ქურდი? გითხარი რომ წელიწადის დრო ანდაზაზე იქნება. წავიდა. როდის გამოჩნდება? მარტი, მაისი, აპრილი, აგვისტო. არ ვიცი. არ მახსოვს. არც მე არ ვიცი. პირველად მესმის ეგ ანდაზე ეს მარტი. პირველად მესმის ეს ანდაზა, როდის გამოჩნდება ქართულად? იანვრის ქურდი, მოდი დავითვალოთ რა, როდის გამოჩნდებაო? იანვრის მერე რა მოდის? დრო მიდის. მარტი, აპრილი. 40 წამი გაქვს. დრო მიდის ნორმალ. არ ვიცი არა. მარტში გამოჩნდება იანვრის ქურდი? მარტში. აგვისტოში? არ ვიცი. გადავანაწილოთ. მარტში ოთარ. ერთი აუცილებლად ცარიელი უნდა დარჩეს. მარტში? მარტონებული ხარ? აპრილმა რა დააშავა? 20 აპრილში. წამი გაქვთ დრო. მიდი. ოთარ ნერვები მეშლება, რატო არის ეგ ანდაზა მე არა. არ ვიცი ეგ ანდაზა. აპრილმა რა დააშავა? არ ვიცი. მაისი. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 დრო ამოიწურა. აპრილს რატო გადავეკიდე? არ ვიცი ეს ანდაზა. პირველად. რუღარ შევეხებით ფულს. ეს ყველა ჩაიყრება და ნახე. აპრილმა რა დაგიშავათ? არ ვიცი. იანვრის ქურდი როდის გამოჩნდებაო? კარგი. წელში გამოჩნდებაო? არ ვიცი ეს როდის ანდაზა. გამოჩნდება რუსკა, რა ქართული ვქნა. იანვრის არ ვიცით ეს ანდაზა და ისე ანდაზები აგერჩიათ ჯობდა იქნება რამე ცნობილი ანდაზა გამოჩნდა. წელიწადის დროზე. ხო და აი
ნახოთ სწორი პასუხი. აუ არა, ეს არის შეტევა, ჩვეულებრივ. არ მინდა მე ამ თამაშის თამაში. მე კაი დროს. რატო ამოვიდა მე რა არის? ეს ვინაჩე, ხო გითხრა მისტერი ვერ მოწმეთ. ნახე, აპრილია რა. აპრილია, რა თქმა უნდა. გადავაგდოთ ერთით. აუ აპრილი გახსენით რა პირველი. ერთად იხსნება თუთა? არ იხსნება ერთად. გიგრიგობით? ხან როგორ. იანვრის 5 აპრილში რატო? გაელოდეთ. რატო უნდა გამოჩნდეს? მარტში რატო უნდა გამოჩნდეს? ან აგვისტოში რატო უნდა გამოჩნდეს? მარტში. ნუ ეს უნდა იცოდე რა. იანვრის 5. ამას ლოგიკა არ აქვს, ეს ანდაზა უნდა იყოს. აპრილია. 34-38,000 წავიდა. ანუ 72,000 დავკარგეთ პირველივე კითხვაზე. კარგია. არავინ იცის 28,000 შეგრჩება თუ არა. არ შეგრჩება, იმიტომ რომ აპრილია. აპრილია მეც ასე მგონია. ჩავიდეთ უკვე? აპრილია ხო? აპრილია ხო? ვინ იცის აპრილია? მე ზისღება აპრილი. რა? არა და აპრილია? არა და აპრილია. არა, ეხლა აპრილია თქო. რა გინდა? შენ ყველაფრის მოგებაგი და სადაც გინდა ხო? არა, უბრალოდ რაღაცა პატარა ლარებს წავიღებდი სახში. ვერაფერს ვერ წაიღებ. სახში რაც წაიღე, ისიც გაყოფა შენ. ნახოთ საბოლოო პასუხი რა არის. არა და რა, ავეჯის ფული იყო აქ, აი. ავეჯი შენი შავი კარკასისთვის. აპრილია რა. ავეჯი ცემენტი რუსკა. ეს რატო იყო ჯერ ორი უცებ ვითომ რა გაგვიხეთქეთ გული. და მე ხა ეს ჩავარდება და ეს დარჩა. გაჩერდი. გეხვეწები აპრილო. ჩემი 28,000. შენ 28,000 წავა ეხლა. სახშემინდა. სახშემინდა. რუსკა. დააბრუნე ეს ფული თავისად. ვალერიანის წეთები არ გააქვს. არა. ამას კიდე დააკლდება მეჭვი მაქვს. ამას ესე თუ გავაგრძელეთ? კარგი, ნახოთ აბა რა სიზოთ მეორე ეტაპზე. იმიტომ რომ 28,000 დაგჭოთ 72 დაკარგეთ. ნახოთ კატეგორიები მეორე ეტაპი. მე ჩუმად ვარ თამიდამენ. ჯანმრთელი პროდუქტები, რანაითები ვინ იჩევს აქ? სასჯელი. სასჯელი. რაღაცა გამოაგდეთ კინოფილმები, რაც რუსკამიცის რაღაც ის. ჯანმრთელი პროდუქტები. წელიწადის დროები. ექიმმა კაცმა არ უნდა იცოდე? ჯანმრთელი მე შენ ძალიან მართლა წამყვანი ხო არ გონია შენი თავი? ჯანმრთელი პროდუქტები. ექიმი კაცი ხარ. არა ჯამსაღად ჯანმრთელი პროდუქტები. ვიკвебები. ჯანმრთელი პროდუქტები. ჯანმრთელი პროდუქტები. ჯანმრთელი პროდუქტები. ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. ხელი აიღე მაგიდიდან. აჰა. კომბოსტო და კურნალობდა ყველას, აძლიერებდა მეუღლის იმუნიტეტს, იღებდა რძის აბაზანებს, სვამდა რძეს, ორსულობის შესანარჩუნებლად. ეს დუცალგე მომწონს. ესე იგი, შეკითხვა კი ჟღერს ასე. შეხედეთ ეკრანს. რისთვის დაყავდა ნერონის მეუღლეს? რაო? პოპეას, ყველა ლაშქრობაში 100 მდედრი პირი. რძის აბაზანებს იღებდა. რძის აბაზანებს იღებდა. კურნალობდა ყველას, აძლიერებდა მეუღლის იმუნიტეტს, რძის აბაზანებს იღებდა რძის აბაზანებს, სვამდა რძის ორსულობას. მეუღლის იმუნიტეტს არ იღებდა. რძის აბაზანებს იღებდა. ნერონის არ იყო რომი რო გადაწვა. ბატონო, რომი რო გადაწვა. 40 წამი გაქვს და რძის აბაზანებს იღებდა. რძის აბაზანებს იღებდა. თუ კურნალობდა ყველას. დანარჩენი დადე თუ გინდა თითო. მეუღლის იმუნიტეტზე არ ამგონია. თითო დადე, მე გული რო არ დაგწბეს. რაზე დავდოთ თითო-თითო? არ ვიცი. რა, ამაზე? ამაზე და იმაზე. იმუნიტეტია უფრო რა, იმუნიტეტია რა, ნახე დაყავდა ისინი, რა ქვია და იმუნიტეტს მაშუებოდა, იმიტომ რომ 15 წამი.
გაძლიერებული იყვნენ. არა, ადამიანი. არა. არ ვიცი. რა უქნა ოთარ მე რატომ ალაგები? იღებდა ძის აბაზანებს. ჩემი აზრია ასეთი. 3 2 1 სულ მანდადე? დრო ამოიწურა. აი აქ. რა ვიცი მე დაგედო შენ მე რატომ ალაგებინე? მე ვდებდი აქ და ორს აქ და ორს აქ. დადე მე რატომ რაღა დროსი აღარა გვაქვს დრო. და 100 მდედრი 100 მდედრი ალბათ აბაზანისთვის უფრო. უფრო აბაზანისთვის. ალბათ. და რასაკეთებდნენ ეს მდედრები? იღებდნენ აბაზანებს. იწვალებოდნენ. ძეს. ეს ძეს წველიდან და აბაზანას აკეთებდნენ. არ ვიცი, აი რუსკა მოასწრო. ნახოთ სწორი ხალია და პასუხი. იღებდა ძის აბაზანებს. რუსკა მოასწრო, რამდენი შეიძლება ვნახო რამდენი. 2000-ია. ეგ 2000 ლარიანია. ეგ შექმნა. ეხა ეს და წავედით სახლში. არ შეიძლება გავწყვიტო და წავიღო. არა. არა, ეს სხვა თამაშია. ის თამაში აღარ მიყავს თვითონ. სამდარდის ერთადერთი და დახმარებაც გვერდზე გიდგას. გადახმარება გვიდგას. დახმარება? ეს ვიღათობა ხურში მითხრეს რაღაცა და არა, დახმარებაც გვერდზე ხავთ ხო რა? თამაშის გაგრძელების თემა. დახმარებები ხო არ არის? ანუ გვერდზე ხავს დახმარება. ო, მალო იქ დახმარება 50-50-ზე რაღაცა. აქ უნდა იყოს ზარი ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ბოდიში რა მაინტერესებს იცი თქვენი ვერსია იყო ეს აქეთო იძახ ჩემი ვერსია იყო ყველაფერი გარდა აძლიერებდა მეუღლის იმუნიტეტს. მაგრამ ერთ რამეს გეტყვი ოთარ მოწმესავით რომ იდექი იქით და საწყალი ბავშვი რომ დარბოდა აქ და ალაგებდა ფულს თვითონ გადააგდო იმაზე. ხო ნუ გადამივარდა ეხა ერთად აი გადავარდა. ამშელობა აქ ეხა ეს გადამივარდა ეს ხო თამაშია. შემთხვევით გადავარდა რაღაცნაირად. შემთხვევით გადამივარდა. შემომევარდა ასე ქონდა, შემომივარდნა. გადავარდა. ახლობელი ნათესავებით აი მე იღებდა რა იმიტომ რომ მე მივიღებდი რძის ნახოთ. აბაზანებს. არა, პასუხი. შეიძლება ორსულობასაც ინარჩუნებდა ამითი ასე ეგონა. 26000, 28 გქონდა რუსკა? აკაი დრო იყო 28000 რო. რა კაი დრო იყო 100000 რო. 100000. მიდი რა რძის აბაზანებს იღებდა. რძის აბაზანებს იღებდა. არ ვიცი. რძის აბაზანებს იღებდა. შენ მიხაიგრა შენ მაგარ. მალაძეთ. 26000 შეინარჩუნეთ კოლეგებო გმადლობ. დიახ, დავალე. ეს ჩვენ ექიმები ჩვენ ექიმები გაგები ვარ. კილოს აქვს 26000 ლარი გაქვთ და მე მინდა საზოგადოებას მიმართო, პატრიცემულო საზოგადოება, ჩვენი ეთერისთვის განკუთვნილი თამაშის დროა მოიწურა, აქედან გამომდინარე, ჩვენ სამივე ტელეწამყვანი გემშვიდობებით, დროებით, შემდეგ კვირას კი გავაგრძელებთ ამ ფულს სეიფში შევინახავთ და დაგელოდებათ. 26000 ლარი გაქვთ და წინ 6 ეტაპი. ფულთან თამაში გრძელდება. ჩვენ ისევ აქ ვართ. ცნობილი წამყვანების ხელში ჯერ კიდევ საკმარისი თანხა. მთელი კვირა ჩაკეტილი მყავს სარდაფში და წიგნებს კითხულობ. ოთარ ტატიშვილი და რუსკა მაყაშვილი ბოლომდე აპირებენ ბრძოლას. გონსალესმა რო უთხრა ალვარეს რამირესისგან ყავხარ და სანჩეს არ უთხრა. აი ესეთი სერიალია. საბოლოო ჯამში რა აღმოჩნდა ისე რომ გონსალესი არის რამირესი. და სანჩესი არის ქალი. კიდე კაი იუკარა. ისინი მზად არიან შეხვდნენ ახალ გამოწვევებს და მოიგონ დიდი ფული. წინა შეკითხვები არ განმეორდება? უარესი იქნება. ან წააგონ ყველაფერი. სირცხვილი ჩვენ. სირცხვილი ჩვენ. ნახეთ 4 შაბათს, როგორ დასრულდება ვარსკვლავების
ფულთან თამაში. აგასკდა ჩემი გულის თუ რამირესია.